სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ შენობაში გამართულ კონფერენციას დაესწრო. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა შეხვედრაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობაზე ისაუბრა და მასთან შეხვედრაც გაიხსენა. ჩვენ აღნიშნავთ დიდი პიროვნების 150 წლის თავს კალისტრატე ცინცაძეს უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უკავია განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ისტორიაში. ჩემი მშობლები დაახლოებული იყვნენ მასთან, კარგად იცნობდა კალისტრატე ჩემ მშობლებს. მე რომ ვიყავი 10-12 წლის ჭაბუკი, მე მქონდა ბედნიერება მცხეთის ეზოში მივიღე როცა კურთხევა მისგან. მე ვიყავი სტუმრად ჩემ ნაციასთან და როცა მივდიოდით როცა კურთხევაზე მე ვუთხარი ჩემ ნაციას დედაზოილე თვალიშვილს რომ მე არ ვიცი როგორ უნდა მივიდე პატრიარქთან. მე რასაც გავაკეთებ შენც ის გააკეთებო. როცა რას მე შეგიკითხებაო აღუთხრა კი ბატონო, უთხარიო უპასუხეო დიახ ბატონო. და კალისტრატე ცინცაძემ მითხრა რომ მე ვნაცვლობ თქვენი ოჯახისთვის. 8 წელი პატრიარქისა ძალიან მძიმეა, ჯვარი მძიმეა, მაგრამ უფალი რომელიც აძლევს ამ ჯვარს, იგივე უფალი ეხმარება პატრიარქს ამ ჯვრის ტარებაში. 32-დან 52 წლამდე 20 წელია და მე ვფიქრობ რომ კალისტრატეს გარდა ვერავინ ვერ გაუძლებდა ამ სიმძიმეს. ჩვენ შევთხოვთ მის უგდავ სულს რომ დავლოცოს საქართველო და ჩვენი ეკლესია და დაგლოცოთ თქვენ. საქართველოს მოღვაწეების ისაბელ თარიღებს აღნიშნა არის ერის მეხსიერებაში გახსენება იმ მიღწევების რაც ჩვენ ერთს აქვს მოპოვებული ისტორიულად და უწმინდესი კალისტრატე დიდი ადგილი უკავია საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. მე-20 საუკუნის უთუნეს დროში მოუწია მას მოღვაწეობა და მან შეძლო გაწონასწორება აგრესიული ხელისუფლების ბოლშევიკების ეკლესიის მიმართ აგრესიული და ეკლესიის ინტერესების დაცვა. დიდი სიბრძნე და მოთმინება ჭირდებოდა თანამდებობა. მან ეს შეძლო. კონფერენციაში მონაწილეობა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერებთან ერთად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორებმაც მიიღეს. კალისტრატე ცინცაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ბიბლიოგრაფიულ და არქეოგრაფიულ მემკვიდრეობაზე შეხვედრის მონაწილეებმაც საკუთარი მოხსენებები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს. კონფერენციაზე შეკრებილებმა 1920-1952 წლებში საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის შესახებაც იბრძოლეს. მე მქონდა ბედნიერება დეტალურად შემესწავლა უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძის არქივი და მის საფუძველზე გამომეცა მონოგრაფია.
ამჟამად ჩემი მოხსენება ეხება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ურთიერთობას სახელმწიფოსთან 1921-52 წლებში და ეს ქრონოლოგია განაპირობა იმან, რომ ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ როგორ ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა ჩვენი ეკლესია და მათ შორის თითოეული სასულიერო პირი, უწმინდესი კალისტრატეც დაპატიმრებული იყო ერთ დროს და რა რთული იყო მისი პატრიარქობის ხანა 1932-52 წლებში. კალისტრატე ცინცაძე საზოგადო მოღვაწეობის ასპარეზზე გამოვიდა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში. ეს იყო დრო, როდესაც ჩვენში იწყებოდა მრავალი სიახლე, მრავალი ასე თქვა სიკეთე და პირველი საქმე, რაც კალისტრატეს სახელს უკავშირდება, უწმინდესი კალისტრატეს სახელს უკავშირდება, ის იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღძერის პრინციპი. 1905 წელს გამოაქვეყნა მან თავისი საკანდიდატო შრომა, ეს იყო მასშტაბი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისა და ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღძერის საქმე. კონფერენციის პარალელურად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის საარქივო მასალაც გამოიფინა. საქართველოს ეკლესიის მეთაურის პირადი მიმოწერა, ფოტოარქივი, მოგონებები და გამოკვლევები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სხვადასხვა უცხების ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნავ იუბილეს კალისტრატე ცინცაძის, ეს არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ეს არის ადამიანი, რომელიც მუდამ საქართველოსთვის, სამართლიანობისთვის, სიკეთისთვის იბრძოდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი ღვაწლი იყოს ყველა ეტაპზე დაფასებული. ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ შენობაში ჩვენ პირველ სამეცნიერო ღონისძიებას მართავთ. ეს არის კალისტრატე ცინცაძის 150 წლის თავისუფლად მიზნული სამეცნიერო კონფერენცია და ის მასალა გამოფენილი, რომელიც ინახება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში. ეს ძალიან საინტერესო მასალაა, როგორც ფოტომასალა, ასევე პირადი არქივი უწმინდესი კალისტრატესი, მისი წერილები, როგორც პირადი, ასევე საეკლესიო ხასიათის, ის ოქმები, რომელიც დგებოდა საკათოლიკოსო საბჭოში, რომელსაც ხელს აწერდა უწმინდესი კალისტრატე, შემდეგ როგორც პატრიარქი უკვე. კონფერენციას სახელწოდებით კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე 150 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის სასულიერო აკადემიას სემინარიის ორგანიზებით ჩატარდა. დღესვე მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სამეცნიერო საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი და სიმბოლური არის, რომ დღევანდელ დღეს გაფორმდა მემორანდუმი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და თბილისის სასულიერო აკადემიას სემინარიას შორის. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს დღე სწორედ დაემთხვა უწმინდესი და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატე ცინცაძეს დაბადებიდან 150 წლის თავს. მოგეხსენებათ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დიდი მოღვაწე იყო როგორც საეკლესიო მიმართულებით, ასევე საერო მეცნიერებაში და ალბათ ეს დღე სიმბოლური არის ჩვენი აკადემიის სემინარის განვითარებისათვის. უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე ერთ-ერთი რჩეული მწყემსთავარია, რომელსაც საქართველოს ისტორიის რთულ პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. მაშინ, როდესაც ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლებისათვის ქრისტიანული სარწმუნოება სრულად მიუღებელი, სასულიერო პირობა კი გმირობის ტოლფასი იყო.